გამარჯობა მეგობრებო, ეს არის თქვენი საყვარელი პოდკასტის რიგით მესამე ეპიზოდი და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი გრიგოლ გაგუა. გამარჯობა მირიან, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა გითხრა, რომ ჩემთვისაც საყვარელი გადაცემის მესამე ეპიზოდი იწერება ახლა. სულ გიყურებ და ძალიან მომწონს შენი წამოწყება. მოდი გადავიდეთ შეკითხვებს. როგორ აღმოაჩინე შენი პროფესია და როდის მიხვდი რომ მოგწონდა? ძალიან საინტერესო კითხვაა სხვათა შორის, შენ ხელა რო ვიყავი, ან უფრო დიდიც რო ვიყავი მაშინაც, სულ ვაკვირდებოდი ხოლმე ყველა პროფესიის ადამიანს. და წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ რო გავიზრდები, მეც რომ ამ პროფესიის ვიყო, როგორი იქნება. და რაღაცებს წარმოვიდგენდი რა, მაგალითად, როგორი ინჟინერი ვიქნებოდი, ან ვიღაცას მანქანა რომ ვიყავდა, როგორი მძღოლი ვიქნებოდი. ან რაღაცებს გავსინე. მასწავლებელსაც რო უყურებდი ჩემს მასწავლებელს, მაშინაც ვფიქრობდი ხოლმე სულ, რომ მე რომ მასწავლებელი ვიყო და კლასში რო შევდიოდი, როგორი იქნება და ესეთი სახალისო იყო, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა რომ გავიზარდე და რაღაც პროფესიებში მომიწია მუშაობა, თლათ ეგეთი არ ყოფილა როგორც ბავშვობაში წარმოიდგენ, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ სახალისო არ არის. ძალიან საინტერესო იყო. მე ჩემი პროფესია, რა ვიცი, ცოტა ისეთი რთული არა, უფრო გრძელი გზა გავიარე, რომ არც მახსოვს ზუსტად როდის მოხდა ეს, რომ გადავწყვიტე, რომ თქვა კონკრეტულ პროფესიას დაუფლებოდი, მაგრამ მე ძალიან ბევრი ვეძებე, იმიტომ რომ ჩემთვის პრიორიტეტული იყო ყოველთვის რისი კეთება მაბედნიერებდა. ანუ მე როცა სამსახურეობრივ საქმიანობას ვაკეთებ, იმ მომენტში მე თვითონაც უნდა ვიყო ბედნიერი. იმიტომ რომ რაც მაინტერესებს, იმაზე უნდა ვილაპარაკო, იმაზე უნდა ვიფიქრო და სხვასაც ამის შესახებ უნდა ვესაუბრებოდე რა. ამიტომ როცა მივხვდი, რომ მე რაც მაინტერესებს, ზუსტად იმაზე ლაპარაკობენ ლიტერატურის გაკვეთილებზე, ეგ უკვე ჩემთვის საკმარისი არგუმენტი იყო იმისთვის, რომ გადავწყვიტე, რომ მინდა რომ ლიტერატურის მასწავლებელი ვიყო და მე რაღაცნაირად ნელა უკვე შევდგი ფეხი უკვე პროცესშიც და დღემდე გრძელდება ეგ სიამოვნება და ძალიან მიხარია. დროებითი არ ყოფილა რა მოკლედ. იმედი მაქვს კიდე დიდხანს გაგრძელდება. რა როლი აქვს წიგნის კითხვას ადამიანის ტვინის განვითარებაში? ძალიან საინტერესო კითხვა დამის. არ ვიცი, მე თან უნდა ვიფიქრო რა. მე ზოგადად არ უსმენ ადამიანებს, რომლებიც ისე ლაპარაკობენ, რომ პაუზებს არ აკეთებენ. მე ძალიან მიყვარს, რომ ადამიანები ლაპარაკობენ, თან ფიქრობენ იმ მომენტში, სადაც აღმოჩენებს აკეთებენ. შენ ახლა ისეთი კითხვა დამისვი, რომ მე ხა უნდა ვიფიქრო ჯერ. ხო და შენ რას ფიქრობ ამასობაში? ეხლა ეს კითხვა რომ მოიტანე, რაღაცა გექნება შენი აზრი იმასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი როლი აქვს ჩემი აზრით წიგნის კითხვას და მე იმიტომ რომ იმას როც წარმოიდგენ, უფრო სხვა ემოციებია ჩემი აზრით. კი, შენ უფრო ის გაინტერესებს ფილმის ყურებას ხო, რაღაცა იგივე. და შედარება, ხო, ამის. ხო, არა, იცი რა, წიგნს როცა კითხულობ, ეს ცნობილი ამბავია, რომ შენი ფანტაზია ბევრად უფრო ვითარდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა სცენა შენ უნდა მოაწყო. რეჟისორი შენ ხარ, მსახიობიც შენ ხარ სინამდვილეში, ყველაფერი შენ ხარ, მუსიკაც შენ უნდა დაადო, საუნდტრეკი ეგრეთ წოდებული. აბსოლუტურად თავისუფალი ხარ და ამ ყველაფერზე რო ფიქრობ, შენი ფანტაზია გაცილებით უფრო მაგრად ვითარდება, ვიდრე ფილმის დროს. ფილმს თავისი დადებითი მხარეები აქვს, ეხლა ამას ცალკე აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ასე ძალიან არ ავითარებს ფანტაზიას, იმიტომ რომ იქ რეჟისორმა, კომპოზიტორმა, მსახიობმა უკვე თავისი ვერსიები შემოგთავაზა. ეხლა ალბათ შენი ასაკითხვის ადრე არის, ალბათ არა, ადრე არის ესეთი მწერალი არის, დარწმუნებული ვარ გსმენია, ფიოდორ დოსტოევსკი და ჩემთვის ძალიან მაგარი მწერალია და მისი რომანები რო წავიკითხე, გავგიჟდი ისე მომეწონა და ერთხელაც შემთხვევით მოვკარი თვალი ეკრანიზაციას და მახსოვს, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი წარმოდგენილი მყავდა ჩემებურად. და როცა ვნახე იმ ფილმში როგორი იყო ის პერსონაჟი, საერთოდ არ დაემთხვა ჩემს წარმოდგენას და მახსოვს რომ მივარდი და ეგრევე გავთიშე. ანუ დანახვა აღარ მინდოდა იმის, იმიტომ რომ ჩემ გონებაში როგორიც იყო, ის პერსონაჟი როგორც გამოიყურებოდა, ზუსტად ისეთი მინდოდა რომ ყოფილიყო, რა რეჟისორს არ დავეთანხმე. ხო და ანუ ამ კუთხით შეიძლება მათი შედარება და ეხლა თავიდან რაც მკითხე გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებით, ხო წიგნში არის წინადადებები. დალაგებული წინადები და თხრობა, რაც ფილმში ძალიან იშვიათია. ხო და როცა შენი თვალით კითხულობ, გულში, ფიქრში ადამიანი აუცილებლად იმას იმეორებს, ისე შედის ჩვენ ცნობიერში და რო იმეორებს შესაბამისად ჩვენი ყურიც, ესე იგი ჩვენი თვალი და ყური ამ კითხვის დროს ისე ეჩვევა დალაგებულ, ესე ვთქვათ, გამართულ, იდეალურ წინადებათა წყობას და თხრობის სტილს, რომ ეს ყველაფერი მე ჩვენთვისაც
ერთგვარი გაკვეთილი ხდება. მე უკვე ჩვენ შეგვიძლია მსგავსი რამ გავაკეთოთ. აი რასაც ვკითხულობთ, ისე ფორმირდება ჩვენი აზრები. ეგ რას ნიშნავს, რომ აი იმის მსგავსი აზრები გვიყალიბდება მე ჩვენს შინაარსობრივათაც და ფორმითაც. ანუ რაც სიბრძნეების თქვა წიგნში წერია, ის სიბრძნეები ხო გვზრდის ჩვენ ფილოსოფიურად და იმავდროულად ის ფორმები როგორც წიგნში წერია, დაწყობილი წერლები ხო დაწყობილი ლამაზ წინადადებებს წერენ და ეს ყველაფერი ჩვენს თავში ილექება. და მე ჩვენ შეგვიძლია რომ დაწყობილი და ლამაზი წინადადებით ვისაუბროთ და ეს მარტო ლამაზი საუბარი კი არა, როცა შეგიძლია რომ შენი ფიქრები დავარცხნილი იყოს, მასწავლებს უყვართ ეგ ფრაზა. შენი ფიქრი წინადადებები უნდა დავარცხნო, ხო? როცა შენი წინადადებები კარგად გამოიყურება, შენი აზრები და იდეებიც უკვე შესაბამისად ლამაზად არის ფორმირებული და უკვე შენი გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით წინაა. რას ურჩევდი ჩემს თანატოლებს და მოზარდებს, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ და ვთქვათ, არ მომწონს შენ, რომ ვთქვათ, რას გამოვასწორებდით. შენ გინდა რომ ახლა შენი თაობის ყბაში რომ ჩავაგდო, ხო? არა, მე შენს თაობას რო უყურებ ყველანაირი რაღაც მიკერძოების და სხვა მიზეზების გარეშე, მართლა ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ გაცილებით უფრო წინ ხართ, ვიდრე მე და ჩემი თაობა ვიყავი თქვენ სასახლეში. ამას თავისი მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური განვითარება, ნუ ეს რაღაცა სოციუმის ეგრე სოციუმში იდეების და სიახლეების და ყველაფრის ეს სწრაფი გავრცელება და რა ვიცი, ბევრი მიზეზი აქვს ამას, მაგრამ ახლა მიზეზებზე არ ვისაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტზე. ეს ფაქტი ნამდვილად ეგრეა რა. გაცილებით წინ. აი მე რომ მაგალითად შენ ხელა ვიყავი, ხშირად შემიდარებია სხვა შორის შენთვის თავი არ ჩვენ ხო მეგობრობთ იმასთან ერთად რომ რაღაც მომენტში მასწავლებელი და მოსწავლე ვარ შეიძლება, მაგრამ აი ხშირად შემიდარებია რომ მირიანი რომ აი ეგეთი ადამიანია რა. როგორ ფიქრობს, ზოგჯერ როგორი აზრები აქვს, რომ გაგაოცებს ხოლმე. მე მახსენდება მე როგორი ვიყავი შენ სასახლეში და ხანდახან რაღაც ეგეთს მეც ვამბობდი, ხანდახან რომ აი თქვათ მასწავლებელი დაიჭერდა და ფიქრობდა რომ რა საინტერესო რაღაც მკითხა ამ ბავშვმა, მაგრამ ამ სიხშირით შე რო აკეთებ. აი ჩემს აქ წარმოუდგენელი იყო. მე ეს ხშირად ეგეთ საინტერესო რამებზე ვერ ვფიქრობდი და ამიტომ მე რა ვიცი კრიტიკას ვერ ვიტყვი ვერაფერს. ერთი რაც არის პრობლემა ის არის რომ ну ბანალურია შეიძლება, მაგრამ პრობლემა რაც უნდა ბანალური იყოს, ეს გაჯეტებზე დამოკიდებულება ძალიან სერიოზული პრობლემაა. კიდე უნდა ვთქვა, აი კიდე რომ მომიწვიო, კიდე ვიტყვი და კიდე რომ მომიწვიების მერე კიდე ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეხა არ ვიცი, რახან ამ სფეროში მიწევს მუშაობა და ბავშვებთან შეხება მაქვს. ისეთი სიტუაციები ვნახე, რომ რა ვიცი, ვერც კი ვიფიქრებდი, სხვისი მოყოლი რო ყოფილიყო, ვერ დავიჯერებდი თუ რა საშინელი შედეგები მოაქვს. აი ბავშვს უყურებდი, აშკარად ქონდა ეს შედეგი, ცუდი შედეგი გაჯეთ დამოკიდებულების გამო. ხო და ამიტომ ურჩევ ამ თაობას, რომ აი იცი რა, განათლება უნდა იყოს უფრო პოპულარული. ანუ არ ვამბობ რომ ეს ასე არა, არ ვამბობ რომ გირჩევთ, არ ვამბობ რაღაც გავსი, მაგრამ აი მინდა რომ კიდე და კიდე უფრო დაუსრულებლად, აი მაგარ ტიპად ისითლებოდეს, ვინც ეძებს რაღაცა შეიმეცნოს და ვინც აი განათლებისკენ არის მიდრეკილი, ვისაც უნდა რომ იცოდეს, ვისაც მოწონს რომ რაღაცა იცის. ხოდი? აი ეგეთი რამეები რო იყოს, რაც შეიძლება პოპულარული რა, კიდე უფრო და უფრო. ეს ყოველთვის მაგარი იქნება ახალ და ახალ თაობებში. ამას ვისურვებდი. ახლა მე ხანდახან მაქვს წარმოდგენები მომავალში როგორი იქნება ჩვენი სამყარო წარმოვიდგენ რობოტულ რაღაცებს, უფრო კარგ და განვითარებულ ქვეყანას და ну ესე რომ ვთქვა დაბინძურებულსაც, იმიტომ რომ ყველა განვითარებას მოყვება რაღაც ცუდი. კი, ჩვენ ხო ეგეთ სამყაროში ვცხოვრობ. კარგად შეიძლება ამის გამოყენება ჩვენი ტექნოლოგიური რევოლუცია, რასაც ვთავაზობთ, რობოტები და ხელოვნური ინტელექტები და მთელი ამბავი, მაგრამ მეც მგონია რომ ხო, ამას თავისი სიბინძურე აუცილებლად არჩება. სხვა გაგებით. გეთანხმები ამაში აბსოლუტურად. თუ გაქვს წიგნები, რომელიც შენი ფავორიტი წიგნების ჩამონათვალში შედის? მაქვს ეგეთი სია, რა თქმა უნდა. მიყვარს ძალიან სხვადასხვა ამ კითხვას რომ ისმევენ. კეთყვი, აი რა ხარ ხა დოსტოევსკი ვახსენეთ, ეგ ავტორი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რომ კიდე ერთხელ ვამბობ და რა თქმა უნდა ჩამონათვალში თავში რომელიღაც ადგილს იჭერს აუცილებლად. ჩემთვის პირველი ავტორი არის შოთა რუსთაველი რა, ვეფხისტყაოსანი არის ჩემთვის რა ვიცი შეუცვლელი. ну ახლა რა თქმა უნდა ბიბლიაზე არ ვსაუბრობ, უფრო აქეთ ცალსახად ხატრულ წიგნებზე რო ვისაუბრებ. ვეფხისტყაოსანი ჩემთვის შეუცვლელია. იმიტომ არა რომ ქართველი ვარ, რომელ ქვეყანაში წამოვიდო თუ ამ ნაწარმოებს მთელი თავისი სისრულით წავიკითხავდი, ანუ არა ნათარგმნს და ამ შემდეგ ქართულად შევძლებდი ამას. ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ დაშვება რო გავაკეთებ. ვეფხისტყაოსანი პირველია.
სხვათა შორის, ხო, იქვე რუსთაველთან ძალიან ახლოს დროში მყოფი დანტე ალიგიერი იყო ესეთი იტალიელი პოეტი, რომლის ღვთაებრივი კომედია აქვს ესეთი ნაწარმოები, ძალიან მომწონს. და ამ ნაწარმოებშიც წაიკითხავ და რწმუნებული ვარ მაგის დრო რომ მოვა. ხო, კიდე მაქვს ესეთი წიგნები. ხო, აი ხა ვაპირებდი მაგის თქმას. ძალიან ცნობილია და ეხლა ჩემი რჩევა საჭირო არ არის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ პატარა პრინცი ძალიან ძლიერია რა. ანუ როგორ შეძლო ამ ადამიანმა, რომ ეგზიუპერმა, რომ ეგეთი წიგნი დაეწერა, რომ პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც თანაბრად საოცარი ყოფილიყო. წარმოუდგენელია, ძალიან მაგარი რამე გააკეთა ამ ადამიანმა. ანიმაციებიც არის, ფილმიც არის, როგორც ვიცი, თუ სწორად მახსოვს. მოკლედ ძალიან დიდია. მე ყველა ბავშვს ურჩევ და ყველა დიდს ურჩევ, რომ წაიკითხოს. სხვა შორის შესავალში უწერია, რომ ეს ბავშვების და დიდების დამოკიდებულებაზე და ორივეს დამოკიდებულებაზე ამ წიგნის მიმართ. ეგ მაგ ყველაფერზე საუბრობს თვითონ ავტორი და ეგ საინტერესოა. ხო, კიდე აი გულივერის მოგზაურობა არის კიდე ძალიან საინტერესო. ხო, სხვათა შორის მოგზაურობაზე გამახსენდა, შენც მუშაობ წიგნზე როგორც ვიცი, ხო? კი. ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ რომ სრული ვერსიით წავიკითხო. იმიტომ რომ საუბრობდით უშენოდ მაგ წიგნზე სხვათა შორის და ხო შეგიძლია რომ ორი სიტყვით გითხრა, რაზე იქნება, რაზე იქმნება? გოგონა, რომელსაც მე-5 დღე ერთ და იგივე სიზმარი ესიზმრება, ერთ სიზმარში ნახავს ორ ჯუჯას, რომლებიც ეუბნებიან ხარ თუ არა მზად მოგზაურობისთვისო. ანუ მაკიმის არ ჯერა, რადგან მისთვის მოგზაურობა ძალიან დიდი ოცნება არის რა. და მოგზაურობენ სიზმრებში, ეხმარება ამ ორ ჯუჯას და პოულობენ იმ დროის ნაწილებს, რომელიც დაკარგულია და ბრუნდებიან წარსულში, მომავალში, რომ ყველაფერი კარგად და გული საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. სხვა შორის, აი რამდენიმე დიდი ლიტერატურული შედევრის სინთეზია თითქოს. აი სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა ქვეყნის, ეროვნების, სხვადასხვა წელის, აი რაღაცა უკეთესო ნაწილები არის თითქოს აღებული და შეზავებული ერთად. მე მაგ თხოვნა რომ რაც შეგიძლია მალე დაასრულო. ოღონდ ისე რომ თან არის ჩქარო. ხო. ძალიან მალე დაასრულო რომ ჩვენ უნდა წავიკითხოთ და ახლა წიგნი განხილვა უნდა გავაკეთოთ ჩვენ სკოლაში აუცილებლად. ხო? წიგნი არის დაბეჭდილი და გამოყვანილი წიგნის ფორმაში ჯერ არ არის. ჯერ მხოლოდ არის შინაარსი დაწერილი და ეგ თვითონ მოთხრობა არის 21 თავიანი, მაგრამ პატარ-პატარა თავებია. და მალე იქნება, იმედია და მოვახერხებთ რომ მალე იყო. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია ჯერ ჩვენთან და მე კიდე ბევრგან საჭირო იქნება. ძალიან კარგი პასუხები გქონდა, რაც ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შინაარსებრივი და ჩამოყალიბებული პასუხებისთვის. მეგობრებო, სხვა რაგზე გვაქვს, უნდა დაგემშვიდობოთ. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, არ დაგავიწყდეთ ლაიქის ხილაკზე დაჭერა, სადღაც აქ იქნება და დასაბსკრაიბეთ ჩვენი არხი. მადლობა.